მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ სტუდიაში გზაგასაყართან და ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები. ამ ციკლს უძღვება თეოლოგი გიორგი გვასალია, სტუმრად გვყავს დღეს გიორგი, მოგესალმებით. მადლობა ხალხბრძანებისათვის. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენ საუბრობდით წინა გადაცემებში ელია წინასწარმეტყველის შესახებ და ფაქტიურად დავასრულეთ ელია წინასწარმეტყველის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი საკითხების მომენტების განხილვა და ელიას მერე მოდის წინასწარმეტყველის შესახებ თხრობა, ელისე წინასწარმეტყველის შესახებ თხრობა და სწორედ ელია წინასწარმეტყველის მიერ არის მოწოდებული ელისე წინასწარმეტყველი და ამ ადგილიდან გავაგრძელებთ დღევანდელ საუბარს. შესაბამისი საკითხავი შეგიძლიათ წაიკითხოთ მესამე მეფეთა მე-19 თავში და მე-20 თავში. მაშასე გიორგი ძალიან საინტერესო მოღვაწეა ელისე წინასწარმეტყველი, არანაკლები ილია წინასწარმეტყველისა და ჩვენ ალბათ ყველაზე საინტერესო მომენტიდან ვიწყებთ. მისი გამორჩევაც არის ესეთი რაღაცა განსაკუთრებული მოწოდება მისი. ხო, ახლა სანამ უშუალოდ მეც ვიტყვით ამას, მაგრამ სანამ უშუალოდ ამ საოცარ პიროვნებასთან დაკავშირებით დავიწყებდეთ საუბარს, მინდა გავიხსენო ის ანალოგია, რომელიც თავის დროზე ჩვენ მაყურებელს შევთავაზეთ, ელია თავისი ეპოქის მოსე. და ჩვენ საუბრობდით ამაზე. აი ასეთივე წარმატებით შეგვიძლია ვთქვათ, ელისე თავისი ეპოქის ისუნავესზე. ასეთივე წარმატებით შეგვიძლია ვთქვათ, ვინაიდან ელისე აგრძელებს იმ საქმიანობას, სასაქმიანობაც დაიწყო და წარმოადგინა ელიამ, ისევე როგორც ისუნავესზემ შესანიშნავად განაგრძო და სულყო ის ღვაწლიც მან იტვირთა მოსეს შემდგომ. ამავე დროს ჩვენ ვხედავთ ძალიან საინტერესო ანალოგიას, რომ როგორც მოსე ზრდიდა ისუნავესეს და ამზადებდა, ასე ვთქვათ, აი ამ დიდი მისიის შესასრულებლად, ელისეც შედგომილია თავის მოწყვალს და ელიასთან იზრდება ხო, ანუ ყალიბდება როგორც წინასწარმეტყველად. ჩვენ ეს არნიშნავს იმას წინასწარმეტყველად ყალიბდება, რომ წინასწარმეტყველური მოვლენა, ნიჭი, ეს რაღაცა ადამიანურ იმას აქვია, ძალისხმევას უკავშირდება, არა თავისთავად ცხადია. წინასწარმეტყველება, ეს არის ის ნიჭი, რომელიც უფლისაგან ეძლევა ადამიანს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ წმინდა წერილი მიგვითითებს სწორედ იმ გზაზე, რომელ გზაზე მავალობაც ადამიანს ხდის ჭურჭლად წინასწარმეტყველის ნიჭის მიუღებლად, სული წმინდის ჭურჭლად და შესაბამისად ელისე არის სწორედ ის ადამიანი, რომელიც იმ ასკეტურ ღვაწლს შეუდგება, ამას მინდა ხაზი გაუსვა, რომელი ასკეტური ღვაწლიც მას იმავე საფეხურზე აიყვანს, იმავე საოცარ საფეხურზე აიყვანს, როგორც საფეხურზეც მოსე, ელია, ისუნავესე იყვნენ და აი ესე დიდ ადამიანზე გვაქვს, დიდი ადამიანი უნდა ვახსენოთ დღეს და მასთან დაკავშირებით წარმართოთ შემდგომ საუბარი. თუმცა ის ამბავი, როდესაც ელისე იხსენიება და მხოლოდ მისი გამორჩევის დეტალია წარმოდგენილი წმინდა წერილში, მანამ სანამ ელია არის ამ ქვეყნად, ელისეს არ დაუთმობს წმინდა წერილი დიდ დროს, ისევე როგორც მანამ სანამ მოსე მოღვაწეობდა ისუნავესესთან დაკავშირებით, ჩვენ მხოლოდ რაღაც გარკვეული მონაკვეთები გვაქვს და მთლიანად მასზე არ გვაქვს საუბარი. ჩვენ მოსეზეც ვთქვით მაშინ და მთელი სითამამით გამიმეორება ამას, რომ იმხელა პიროვნება მოსე, იმხელა პიროვნება ელია, რომ მაჩვენებელში მოქცეული ელისე, მაჩვენებელში მოქცეული ისუნავესე ბოლომდე ვერ აჩენენ საკუთარ თავს, მათი ღვაწლის რეალიზების შესახებ ბოლომდე თხრობა არ არის, მაგრამ როდესაც ეს ბუმბერაზები, ეს საოცრებები თავიანთ ღვაწლს განლევენ, მთელი სისული და მთელი სიცხადით შემოდის შემდგომ, როგორც თავის დროზე ისუნავესე, ასევე ელისე. მოდი ახლა ამ ეპიზოდს მივაქციოთ ყურადღება, გამორჩევის ეპიზოდს და შემდგომ, როდესაც ელისე დაიწყებს დამოუკიდებელ მოღვაწეობას, მასთან დაკავშირებით ცალკე ვისაუბრებთ. ახლა ეს გამორჩევა ელიას ინიციატივა არა, გამორჩევა უფლისაგან მოდის, უფალი ეუბნება ელიას, რომ ის უნდა დაბრუნდეს უკან. გვახსოვს ხო ელია ქორების მთაზე ასული და ელიას აქვს
განცდა სიმარტოვისა. ელიას აქვს განცდა რაღაცა ისეთისა, რომ ყველა მიატოვა უფალი და ის არის დარჩენილი ღვთის წინაშე და არაფრით არის უკეთესი მის მამა პაპაზე და თხოვს უფალს, რომ გაიყვანოს აქედან და მიიღებს საოცარ ინფორმაციას, რომ 7000 კაცი ყავს შემონახული ღმერთს, რომელსაც მუხლი არ მოუდრეკია ბაალისთვის და არ უკოცნია, არ უამბორია მისთვის. და შესაბამისად ჩვენ მაშინ დავსვით კითხვა, ნუ თუ ეს არის ის ელია. თუ ეს არის ის ელია, როგორ არის ის იცის. ბოლო მსახური ყავს მას და მისი მსახური ვერ იქნება ბაალის ისა, ხო? ამ ბოლო ისიც ისო წინასწარმეტყველთა დასი არსებობს. და თავად არის ამ დასის ხელმძღვანელი. როგორ შეიძლება მან თავი მარტო წარმოიდგინოს, მაგრამ როდესაც აქ მარტოობაზე გვაქვს საუბარი, ჩვენ თავის დროზე აღვნიშნავთ და ეს ხაზი მინდა გავუსვა მას, რომ ელია წინასწარმეტყველი ამ შემთხვევაში მარტოობაში გულისხმობს არა იმას, რომ ისრაელში ყველას მუხლი მოუდრეკა. ამასთან არა, ელიას უნდა აი ის მოშურნეობა იყოს, თუნდაც ამ 7000-შიც რომელი მოშურნეობითაც ის არის წამდგარი უფლის წინაშე. ელიას უნდა რაღაცა ის ღვაწლი, ის შემართება, რა შემართებითაც ისრაელი შედის აღთქმულ მიწაზე. ელია ვერ ხედავს ისრაელში მით უმეტეს, რომელიც ლევის ტომისაგან არის დაცლილი, რაღაცა სივრცეს, რაღაცა კრებულს, რომელსაც შეუძლია აღრიალებული იორდანეში ფეხი შედგას წმენით, იმ წმენით, რომ იორდანი გაჩერდება. წმენა დაცლილ ისრაელს დასტირის ელია და ამაშია პრობლემა, თორე ის კი არა, რომ სიტყვაზე ვთქვათ, მოდი ამნაირი წმენი, ამ ხურვალერ წმენის ნიმუშია ელია და ამით არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომაც გვახსენებს ეს კიდევ ერთ-ერთი და არა ერთადერთი, რატომაც მოსეს გვახსენებს ელია წინასწარმეტყველი, ხურვალერ წმენის ნიმუშია და ამ წმენას ითხოვს. თუმცა უფალი ანუგეშებს ეუბნება, რომ ყავს 7000. აი როგორც ჩანს მინიშნება, რომ ეს არის გარემო, საიდანაც შეიძლება კიდევ გამოჩნდეს. საქმეც ესაა, ჩვენ იმ გამოცხადებას თუ გავიხსენებთ, მომანდრია, იქ არც გრიგალშია, არც მიწისძვრაშია, არც ცეცხლშია, არამედ ამ ჩქამშია უფალი, ხო, სიონშია, აი სიმშვიდეშია უფალი და ელიას ამით ღმერთი ეუბნება, ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ შენ ის მხურვალება, რა მხურვალებასაც ეძებ, შენ მხურვალებაში არ უნდა ეძებო ჩემი საქმეები, ჩემი საქმეები შეიძლება მუხლში, ქარში და რომაში არ უნდა ეძებო, შეიძლება აზარტში, ხო. ან საერთოდ როგორ არის მამანდრიესი, ჩვენ ხშირად უშვებთ ხოლმე ერთ შეცდომას, ოდესაც ვცდილობთ ხოლმე, აი კარგად მინდა ეს გამოვთქვა, ცუდად არ მინდა გამომივიდეს, ოდესაც ვცდილობთ რაღაცა გავაკეთოთ. და ჩვენ გვავიწყდება, რომ სინამდვილეში ჩვენ კი არ ვაკეთებთ ამ სიკეთეს. ჩვენით აკეთებს, სულიწმიდის მადლით ვაკეთებთ ამას, ღმერთი აკეთებს ჩვენში ამას. ჩვენი უპირველეს ხელი არ შეუშავთ. ღვთისმსახურები უნდა ვიყოთ. აი შე რო ხდები მსახური ღვთისა, ღვთისმსახურებაში უკვე იწყება იმძალების მიცემა, უკვე იწყება იმ საქმის აღსრულება, რასაც თავად ღმერთი, როგორც პავლე ამბობს, ქრისტე ცხოვრობს მასში, ქრისტე იწყებს მოქმედებას მასში. მე არ უნდა ვეცადო ვიღაცის მოქცევას, მე არ უნდა ვეცადო ვიღაცისთან ჭყუის დარიგებას, მე უნდა ვეცადო ღვთისმსახურებას. აი ამ ღვთისმსახურებაში უკვე მოქცევაც ხდება, ჭყუის დარიგებაც ხდება, წინამძღვრობაც ხდება, მუშაკობაც ხდება და ყველაფერი. ეს არ გვინდა ხოლმე. რაღაცა გვინდა, რაღაცა რელიგიური გზნობებით აღტკინებულები, რაღაც საქმეს ვაკეთებთ ხოლმე. სინამდვილეში ეს არ არის ის, რაც ნაყოფს იძლევა. ნაყოფს იძლევა ღვთისმსახურება. შენ უნდა ემსახურო ღმერთს. და უკვე მე ღმერთი შენში იწყებს მოქმედებას და ეს მოქმედება, რომელიც მოაქცევს, რომელიც უშველის, რომელიც იმას იზავს, საქვია, რაღაცა ნაყოფს მისცემს ადამიანის ცხოვრებას. ამიტომ ელია იმას კი უნდა უყურებოდეს, ვინ უყურებდეს, ვინ ხურვალია და ვინ გულით ხურვალი არ არის. ელია უნდა უყურებდეს ღვთისმსახურებას. ჩემია 7000. ჩემია, მე შევინახე, შენ არ შეგინახია ისინი. მე შევინახე ისინი. მე გავაკეთებ ამას. მე ვარ რომელიც უშველი, მე მინდა ეს და მე ვაკეთებ ამას. შენი საქმეა მსახურება. ის მსახურება, რომელიც ჩემ წინაშე გაქვს, ჩემ წინაშე აღასრულებ და ვიცით რომ ელია მას შესანიშნავად აღასრულებს. ელიას დავალება, სწორედ აი აქ ამაზე ვსაუბრობდით, რომ ელისეს გამორჩევაზე როცა გვაქვს საუბარი, ელისეს სწორედ ის პიროვნებაა, რომელსაც ელია თავის გულმხურვალებით ეძებს. ელისეც ღმერთს ყავს შენახული, ელია არ იცნობს ელისეს.
ელისე საერთოდ არ არის იმ წინასწარმეტყველთა დასში და შეიძლება იმ 7000-საც არ ეკუთვნის. და იუდაური გარდამოცემით არ ეკუთვნის ის იმ 7000-ს. სხვა 7000-ია კიდე საუბარი, რომელიც მერე რიცხობრივად ადგან ემთხოვა სხვა ადგილას თხრობისა ჯარისკაცების ესხრი, ფიქრობენ რომ ეს საჯარისო ნაწილი უნდა იყოს რაღაცა ისეთ, მაგრამ ბოლომდე ეს არ მართლდება ეს შეხედულება. ანუ რისი თქმა მინდა რომ ელისეც ეს ის არის, ვინც შეინახა ღმერთმა. ელისე არ აღმოუჩენია იმას, რა ქვია ელიას. ელისე გამოუჩინა ღმერთმა ელიას. და გვახსენდება მაცხოვრის სიტყვები რომ თქვენ კი არ მომიძიეთო მე გამოგირჩიეთ მე მოვედი თქვენთან და არა თქვენ მოხვედით ჩემთან ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა რომ ღმერთი მოდის ღმერთი აკეთებს ღმერთი მოქმედებს შენ უნდა იყო ღმერთთან მოქმედება არის ღმერთის თავისთავად ცხადია ორგანო და საშუალება ამ შემთხვევაში არის მისი ქმნილება ადამიანი მისი მსახური ხო აი აქ ქორების მთაზე ელია მიიღებს ასე ვთქვათ დავალებას ელისეს გამორჩევასთან ერთად რომ ელიამ უნდა სხოს ელისეს ანუ წინასწარმეტყველად გამოირჩიოს და შემდგომ არის იქ ძალიან ისეთი ფრაზა რომელიც ბოლომდე გასაგები არ არის თუ კი არ დაუკვირდებით იმ მსახურებას და იმ ისტორიას რომელიც ელისეს გამორჩევის შემდგომ ხდება რომ ელისე გამორჩეულია როგორც מחვილის მყრობელი ელისეს מחვილმა ვიღაცას უნდა მოუღოს ბოლო, მაგრამ ვიღაცაში არ იგულისხმება ის, რომ ელია როგორც წინასწარმეტყველი ფიზიკურ ძალადობას გამოავლენს ვინმე წინააღმდეგ, არა. ხო, ეს ელისეს מחვილი თავის თავში გულისხმობს ელისეს საწინასწარმეტყველო მოღვაწეობას, რომელიც מחვილივით იქნება მთელი რიგი მოვლენების აღსრულების დროს. შესაბამისად ეს מחვილი ორლესული מחვილი განსაკუთრებით სიმბოლოა წმინდა წერილში მამხილებელი სიტყვისა და ელისეც მართლაც როგორც წინასწარმეტყველი უწინარეს ყოვლისა გამოჩნდება როგორც მამხილებელი იმ სივრცეში, რომელიც სივრცესაც ცოტა ხანში დატოვებს ელია წინასწარმეტყველი. აი აქ ჩვენ კიდევ ერთ ძალიან საინტერესო საკითხს მივადექით. კიდევ ერთ ძალიან საინტერესო თემას მივადექით წინასწარმეტყველი როგორც მამხილებელი. წინასწარმეტყველი არა როგორც წინ და წინ რაღაცის მთქმელი, არამედ მაინც და მაინც მამხილებელი. და ჩვენ თუ გადავავლებთ თვალს საწინასწარმეტყველო მოღვაწეობას, დიდ და მცირე წინასწარმეტყველებს არ აქვს ამას მნიშვნელობა. ძალიან საინტერესო რამეს აღმოვაჩენთ, რომ წინასწარმეტყველი არ არის გამორჩეული ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით იმისათვის, რომ წინ და წინ თქვას რამე. არა, ის აბსოლუტურად სხვა რამისთვის არის გამორჩეული და ამ რჩეულობაში მას ააწინასწარმეტყველებს ღმერთი. ამ გამორჩეულობაში ღმერთი მას აძლევს საწინასწარმეტყველო სიტყვას. რა არის ეს გამორჩეულობა? რა არის წინასწარმეტყველის უწინარესი მოვალეობა? რითი გამოირჩევა ის თავის დროზე, რითი ამცნობს ხალხს თავს, რაღაცას უწინასწარმეტყველებს, არამც და არამც. არა, ის ხალხს თავს ამცნობს უწინარეს ყოვლისა მამხილებელი სიტყვით. მამხილებელი სიტყვით ის გამოდის და ამხელს, ის გამოდის და რჯულს ახსენებს, ის გამოდის და განმარტავს, ის გამოდის და მართებულს არამართებულისაგან განაცალკევებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მისი მოღვაწეობა ეს არის რაღაცა უფრო მეტი, ვიდრე დაჯდე და რაღაცა აბა ამ კაცმა წინ და წინ აზე თქვა, აი ეს დამოკიდებულება წინასწარმეტყველისა და წინასწარმეტყველს უნდა უსვინო, იმიტომ რომ მან წინ და წინ რაღაცა აუწყა. ეს არ არის ბიბლიური დამოკიდებულება. წინასწარმეტყველმა მარტო წინ და წინ რაღაცა კი არ აუწყა, სანამ ამას აუწყებდა მთელი რიგი დარიგება, მთელი რიგი შეგონება, მთელი რიგი მამხილებელი სიტყვებიცა თქვა. აი აქ არის ძალიან საინტერესო ის წინასწარმეტყველის მოღვაწეობა და არა იმაში, რომ ვინ დაიწინასწარმეტყველა. როდესაც ასეთი ზედაპირი წინასწარმეტყველი უნდა იყოს გაბედული, მეფის წინაშე უნდა თქვას, საქმეც ეს არის ხალხის საწინააღმდეგოდ ზოგჯერ გამოვიდეს თქვას. კი, მამამდე. ესაც გარკვეული ნიჭი არის პიროვნულად ჩვენ ნახეთ ელია წინასწარმეტყველის შემთხვევაში ერთ შემთხვევაში აკეთებს ასეთ რაღაცებს და მეორე შემთხვევაში შეეშინდაო ელიას და დაიმალო. ანუ აქ ჩვენ ხედავთ რომ ადამიანური თვისებები წინასწარმეტყველში გადამწყვეტი ძალიან მნიშვნელობის არის. ანუ ის რომ გამოდის და ამხელს ისეთ დროს, როდესაც მას საფრთხე შეიძლება დაემუქროს, ეს მისი პიროვნული თვისებების შესახებ საუბრობს. აბსოლუტურად გეთანხმებით. აი ახლა ზუსტად მაგ იმის გათვალისწინებით ამ ანდრია ერთ ძალიან საინტერესო დეტალს დაუკვირდეთ. ჩვენ ახლა ალბათ ესეთ ადამიანებს აძლევს ღმერთი იმ სიტყვას, რომელიც მამხილებელია და რომელიც
უშველებელ რაღაცებს აკეთებს. ჩვენ ახლა ელია წინასწარმეტყველს ზუსტად ვთქვით, რომ ვინ იყო ელია წინასწარმეტყველი? სამხედრო ძალა მას არ ქონდა, რაღაცა პრივილეგიები მასში არ ქონდა საზოგადოებაში და თავისი სიტყვით უშველებელი ძვრები გამოიწვია სახელმწიფოში. კი, საქმე აბსოლუტურად გეთანხმები და მაგას ერთ ძალიან საინტერესო დელს დაუკვირდეთ იქვე, მამანდრია, ახლა ჩვენ აქაბის ისრაელზე ამას ვეთქვა, ზოგადად ისრაელი რო ავიღოთ, ხო? აი ნიშნით რომ შევხედოთ, ხო? რა მსახურებები გვაქვს, რა ინსტიტუტები გვაქვს? გვაქვს სამეფო ინსტიტუტი, გვაქვს სამღვდელმთავრო ინსტიტუტი და გვაქვს წინასწარმეტყველო ინსტიტუტი, ხო? და დავაკვირდეთ რა არის საინტერესო, რომ სამეფო ინსტიტუტი თავის თავში გულისხმობს მემკვიდრეობას. მამიდან შვილზე. დიახ. სამღვდელო ინსტიტუტიც ამას გულისხმობს, მამიდან შვილზე აარონიანი უნდა იყოს. აი საწინასწარმეტყველო ინსტიტუტი ამას არ გულისხმობს სწორედ. წინასწარმეტყველი ნებისმიერი შეიძლება იყოს. წინასწარმეტყველი შეიძლება სულთად იყოს ისეთი ვინმე, ვინც ძლიერ მოულოდნელია. და როდესაც ამას უკვირდებით, რომ არ არსებობს რაღაცა ინსტიტუციონალური სისტემური მიდგომა წინასწარმეტყველის გამორჩევისა, გვინდა თუ არ გვინდა გვახსენდება მსაჯულთა ხანა. მსაჯულთა ხანა, როდესაც გამოდის ლიდერი და სულ არ ვიცით ვინ არის ეს ლიდერი. დიახ. ნებისმიერი შეიძლება იყოს ეს ლიდერი. და როდესაც წინასწარმეტყველებზე ვსაუბრობთ და წინასწარმეტყველთა დასის მოღვაწეობაზე საუბრობთ, რომელსაც დისიდენტური მოძრაობის სახე შეეძინა ისრაელის სამეფოში, კონკრეტულ ეპოქას თუ მივადგებით. ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ეს არის არა იმდენად რაღაცა ისტორიული მოძრაობა, რამდენადაც მაცოცხლებელი მოძრაობა, ღმერთი ამ ინსტიტუტში ინახავს იმ იდეას, იმ შინაარს, რასაც ისრაელი ეყნობოდა მთლიანად თავის დროზე. აქ ინახება მისი იდენტობის რაღაცა საიდუმლო, რაღაცა კოდი, რომელიც ძალიან კაი პარალელები არის. ხო, აი ეს ძალიან მადლობა გიორგი, ძალიან კარგია. ხო, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, ვინაიდან ჩვენ ხშირად ვაუბრალოებთ და არ ვაკვირდებით, რომ რაღაცა პროცესი რო აღესრულება, თუნდაც ხელდასხმის, სამღვდლის ხელდასხმისა, თუნდაც რაღაცა საერო სივრცეში ინიციატივის გამოჩენისა, თითქოს და რაღაცნაირად ეს ხორ მიდის და ხორციელდება ავტომატურად რაღაცა იმას რა ქვია რუტინაში ჯდება და ასე უნდა კეთებოდეს. სინამდვილეში ამის მიღმა ძალიან დიდი შინაარსია საძებნი და ამ შინაარსს როცა კარგავს რაღაცა სისტემა, რაღაც მიმდინარეობა და ჩვეულებრივ რაღაცა რიტუალად და რუტინად ყალიბდება, ყდომას იწყებს გააზრება ამ ყველაფრისა და ღმერთი აჩენს რაღაცა სივრცეს, რომელიც ახსენებს მას, რომ შენ უბრალოდ გამორჩეული კი არა ხარ. შენ გამორჩეულობას ამ პასუხისგებლობის ისა რა ქვია ტვირთვა გულისხმობს და ამაში ახსენებს. აი ეს არიან წინასწარმეტყველები, უწინარეს ყოვლისა ეს არიან, მარტო ეს კი არ არიან, თავისთავად ხადია წინასწარმეტყველი. ამიტომაც არის მამა ანდრია. ამიტომაც არის რომ მაცხოვარი ეკითხება ეს არის რომელი წინასწარმეტყველი არ გიდევნიათო. და რატომ დევნიდნენ? იმიტომ რომ წინასწარმეტყველებდნენ არამც და არამც. იმიტომ რომ ამხელდნენ. იმიტომ რომ მიუღებლები იყვნენ. იმიტომ რომ აკეთებდნენ და წინასახეობრივად გამოსახავდნენ იმას, რაც აღასრულა და ჯვრამდე მიიტანა ჩვენმა მაცხოვარმა. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ვახსენეთ ჩვენ და შეიძლება ღირდეს ამაზე ყურადღების გამახვილება, რომ ეს არ არის წინასწარმეტყველების აი ესე გამოჩენა, ესეთი განსაკუთრებული წინასწარმეტყველების, არ არის ინსტიტუციონალური რაღაცა ხო შრომის ნაყოფი, ხო თქვათ რაღაცა ამხდელობითი ან ასეთი სისტემური. ისევე როგორც აი კაი პარალელი იყო მსაჯულები ჩნდებოდნენ. ამიტომ ჩვენ აქ უნდა დავინახოთ, რომ ღვთის განგებულებით ყველანაირ ინსტიტუციაზე უფრო მაღლა დგას მის მიერ გამორჩეული ადამიანის თვისებები და თუ უნდა უფალს, ხო, აი ამ სისტემურ ნაშრომზე უფრო ეფექტურ ერთ ადამიანს მოავლენს, რომლის ხელშიც, რომლის ბაგეებშიც ჩადებს მის სიტყვას და ამ სიტყვას წინ ვეღარ უდგება ვერავინ. საქმე აი ძალიან საინტერესო აბსოლუტურად გეთანხმებით, მამანდრე, ახლა ერთ დეტალსაც დავაკვირდეთ, აი სასაც რო გავაგზავნოთ.
ესეა წინასწარმეტყველის ეპოქაში ჩვენ გვაქვს ბიბლიის საოცარი რამე დაუწყებ ხა ესაიაზე გვაქვს საუბარი ძველი ახლის მახარებელია პრაქტიკულად ხო? საოცრებაა მართლა. და ესაიას ეპოქაში ესაია ჩუმად არის და ვიღაცა ხალი წინასწარმეტყველებს. ესაია საერთოდ არ აჩვენს. თან ძალიან ისეთ მომენტში, ძალიან მძიმე და ძალიან დაძაბულ მომენტში. ესაია არაფერს არ ამბობს და ეს ხალი სახელიც არ ვიცით ამ ხალის. ისიც არ ვიცით ვინ არის. მაგრამ არის ვიღაცა ვინც აწინასწარმეტყველა ღმერთმა. და შესაბამისად აი როდესაც ელისეზე აქედან წავედით ამისათვის ვისაუბრეთ ეს რომ ელისეს გამორჩევა რო ხდება ელისე ელიას არ უპოვნია. ელისე ელიას არ აღმოუჩენია. ელისე ღმერთმა შეინახა ელიას საქმის გასაგრძელებლად. და ესეც უნდა იცოდეს. და ელისეს მახვილი რომელიც აი ახლა ამ გამოცხადებაშია ნახსენები თავისთავში გულისხმობს სწორედ ამას. რომ ელისე მოწოდებულია ყველაზე მნიშვნელოვანისათვის. გააგრძელოს იმ ღვაწლის აღსრულება, რა ღვაწლზეც მას მოუწოდა ელია წინასწარმეტყველმა და რა ღვაწლსაც აღასრულებდა თავადოფლის წინაშე. აქ ახლა ერთი ესეთი აზრი ჩავამიყალიბ და მინდა გაგიზიარო და შეიძლება მე ეს გადაცემადაც იქცეს. ჩვენ რო გავაკეთოთ დიფერენცირება თქო ძველი ახლის პერიოდში მსახურების, ღვთისმსახურების სახეობებისა, თქვათ იქ ჩვენ თქვით მსაჯულები, წინასწარმეტყველები, მეფეები, თქვათ მღვდელმთავრები, თუნდაც ის წინასწარმეტყველები, რომლებიც სკოლის სახით არის ჩამოყალიბებული და ერთობის სახით არის ჩამოყალიბებული, რომ შევადაროთ მათი მსახურებები და გამოვკვეთოთ რა არის საერთო და რა არის განსხვავებული. მე მგონი რომ ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ძველი აღთმის ეკლესიიდან ძალიან ბევრ რამეს იღებს თანამედროვე ეკლესიაც, ჩვენი ახალი აღთმის ეკლესიაც და შესაბამისად მსახურების სახეებში ჩვენთან აქაც ვხედავთ განსხვავებულ მოღვაწეებს, თქვა დაწყებული სალოსობიდან დამთავრებული პატრიარქობით, ხო? რაღაცა ეს სალოსობაც ესეთი არაფორმალური, არაინსტიტუციონალური რაღაცა ესეთი მსახურება არის. ძალიან გავს წინასწარმეტყველთა მსახურება. ხო, სრულიად ესეთი თავისუფალი არის რაღაცა ჩარჩოებიდან და მეორე მხრივ მსახურება უმძიმესი პატრიარქისა, რომელიც თავის ქედზე ტვირთულობს მთელი ინსტიტუციის გამართულ მოქმედებას. ხო და აქაც აი დიფერენცირება ერთგვარი არსებობს ჩვენს რეალობაში და საინტერესო იქნება ერთგვარი ანალიზი გავუკეთოთ ძველი ეკლესიის. გეთახავთ ეს ძალიან საინტერესო მომენტია ვინაიდან ჩვენ პრაქტიკულად, მაგრამ უბრალოდ ჩვენ აქ არ უნდა გამოგჩეს ერთი რაღაცა რომ მსახურება, ღვთისმსახურება ყოველდღიურია, ყოველდღე ვემსახურებით ღმერთს, ან ყოველდღიურ ვემსახურებით ღმერთს. ხო, თითოეული რასაც უკეთებ ჩვენ მოყვას, იმას ღმერთის წინაშე ვაკეთებთ, ხო, ღმერთს უკეთებთ იმას. შესაბამისად ეს დეტალი ალბათ უფრო მეტად იქნება წარმოსაჩენი და უფრო კარგად იქნება გამოსაკვეთი. მახვილი, რომელიც ელისესთან დაკავშირებით არის ნათქვამი, მხოლოდ მასთან არ ჩერდება, ის გრძელდება და მახვილი, რომელიც არ მოუღებს და ის, ვისაც ელისეს მახვილი არ მოუღებს ბოლოს მოუღებს იეხუს მახვილი. ვინ არის იეხუ? იეხუ გახლავთ, ცოტა მოგვიანებით გამოჩნდება ეს პიროვნება, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას მოაწყობს ისრაელში და ომრის დინასტიის მმართველობას დაასრულებს. საბოლოო წერტილს დაუსვამს. რაც ელისეს მოღვაწეობის პერიოდში მოხდება, უშუალოდ ელისეს დაუკავშირდება და ელისე და იეხუს მახვილს ვინც გადაურჩება, იმას რააზონის მახვილი. ეს რააზონი არის კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც უკვე სირიაში მოღვაწეობს და ის ბენედადის დინასტიას დაუდებს წერტილს. აი, რაღაცნაირად წმინდა წერილი ემზადება ახალი ეპოქის გასაცნობად. ჩვენ ახლაც ვიტყვი რა არის ეს ეპოქა, მაგრამ მერეც უნდა ვთქვათ აუცილებლად და ერთხელ უკვე ნათქვამი მაქვს ეს, რომ ამ მახვილის ქნევაში, რომელიც ელისესგან იწყება, იეხუ აგრძელებს და რაზონი დაასრულებს, იგულისხმება ორი სახელმწიფო გადატრიალება,
სახელმწიფო გადატრიალება იმაში, რა ქვია, ისრაელში და სახელმწიფო გადატრიალება სირიაში, დამასკოში. რომელიც იმ პოლიტიკურ რუქას, პოლიტიკური რუქაც ომრის შესანიშნავმა რეფორმებმა გადაალაგა უკანვე გადმოალაგებს და ძველ ფორმაში მოიყვანს. მოდი გავიხსენოთ რაზეა საუბარი. საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ სირია ჩრდილოეთით, შემდგომ ისრაელი, შემდგომ იუდეა და შემდგომ ეგვიპტე. ისრაელი და ეგვიპტე ბუნებრივი მოკავშირეები არიან იუდეას წინააღმდეგ, იუდეა და სირია ბუნებრივი მოკავშირეები არიან ისრაელის წინააღმდეგ. აი ეს გადაალაგა ომრიმ ისრაელი და იუდეა კეთილმეზობლურ მდგომარეობაში არიან და არ ჭირდებათ დაკავშირება და ამიტომ იუდეას აქვს მოცალეობა ეგვიპტის წინააღმდეგ მოქმედოს და ისრაელს აქვს მოცალეობა სირიის წინააღმდეგ მოქმედოს. ფინიკიას ორივესთან ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს, ეგ მე ცოტა მოგვიანებით ცოტა სხვანაირად გამოჩნდება კიდე, მაგრამ ეს მახვილის ქნება, რომლის შესახებაც ელიას ეუწყა, ელისედან მოყოლებული იეჰუს გავლით რაზონით დამთავრებული, აი ეს მახვილის ქნება ამ ძველ რუქას დააბრუნებს ძველ ახლო აღმოსავლეთში. და ეს ძალიან საინტერესოა, ვინაიდან ამ რუქის დაბრუნებას აქვს ორი ძალიან საინტერესო მიზეზი. პირველი, ჩრდილოეთით ყალიბდება ძლევამოსილი ასურეთის იმპერია. და აი ეს რუკა საფრთხეს უქმნის, აი ეს კარგად მინდა რა გავიგოთ რა, საფრთხეს უქმნის იერუსალიმს. იერუსალიმზე აქ აქცენტი გაკეთებული, აქ რაღაცა შენახული უნდა იყოს. აქ რაღაცა უნდა იყოს გადარჩენილი. ხოლო მეორე მხრივ ეს რუკა, რომელიც დაალაგა ომრის რეფორმებმა, ამან გამოიწვია დინასტიური ქორწინება დავითის სახსა და ომრის სახს შორის. მეფე იოსაფატის ძე ცოლად მოიყვანს აკაბისა და მის რა ქვია იეზებიელის ქალიშვილს გოთოლიას, რომელიც ცოტა მოგვიანებით ამას ვნახავთ, თლიანად ამოწყვიტავს დავითის მოდგმას და შვიდწლიან ტერორს, დიქტატს დაიწყებს იუდას სამეფოში. ანუ ეს რუკა წარმატებულია პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ წარუმატებელია ღირებულებითი თვალსაზრისით. ძალიან ცუდი ეს აი ამას ბიბლია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, რომ გახსოვთ ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ ამ ანდრია და ვთქვით, რომ როდესაც ელია გამოჩნდება და აკაბი შეხვდება და მოხოდიო ისრაელის მაოხრებელო და ელია პასუხობს, მე კი არა, შენ და მამა შენი სახლმა აოხრეთო ისრაელი. რატო ელია ისრაელის მაოხრებელი? აკაბის გადასახედიდან ელია ისრაელის მაოხრებელია. ვინ არის? ყვალვა მოუვლინა ისრაელს და მამამისმა ომრის დროს და იმის დროს, რა ქვია, აკაბის დროს ისრაელი ისე გაძლიერდა და ისე წამოდგა ფეხზე, მოაბი დახარკა. და ანგარიშ გასაწევით ძალა ააყვავეს ამათმა ქვეყანა. და მოვიდა ეს ელია და ჭეშმარიტებაზე დაიწყო და იდენტობაზე დაიწყო საუბარი და ღვთისმსახურებაზე დაიწყო საუბარი და გაქცევის პირას მიიყვანა ისევ ქვეყანა. და ვინა აშენა ისრაელი აკაბმა თუ ელიამ? ვინა აოხრა ისრაელი აკაბმა თუ ელიამ? და იმ დროინდელი რა ის საზომი, რომელიც პოლიტიკური ის საზომი, რომელიც საზომითაც იზომება მაშინ ისრაელში სიკარგე და სიცუდე, ელია ისრაელის მაოხრებელი, თორე აკაბი კი არა. ძალიან საინტერესო რა არის, ამას მე ჩვენ ვნახავთ, ამას გავიმეორებთ, რომ ომრის დინასტიის ბოლოში აი მიმწოხრესაც როდესაც იეჰუ მოვა და უკვე სახელმწიფო გადატრიალებას იწყებს, ძალიან ბევრი მომხრე უჩნდება იეჰუს. აღარ მოსწონს ხალხს ასეთი აყვავებული ისრაელი. არ არის ისეთი ერთგული, რა ქვია, ომრის სახლისა, როგორც ეს მისი მოღვაწეობის გარიჟაზე იგრძნობოდა. გიორგი, ძალიან ისეთ რამეს შევეხეთ ახლა და ისეთნაირად წარმოაჩინე, რომელიც ყურს ჭრის და შეიძლება თანამედროვე ადამიანმა ესე უცბად ვერც კი მიიღოს და ვერც მოიაზროს იმ საზომით, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ამიტომ შეიძლება ღირდეს ამაზე შეჩერება. როდესაც ვამბობთ ჩვენ, რომ ელიამ მოსპო თუ
ზრუნავს ისრაელის აღორძინებისთვის. და აქაბი რას აკეთებს მისი დინასტია აღორძინებს თუ სპობს. აი ეს არის ძალიან საინტერესო. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ძალიან საინტერესო. ორივე ფიქრობს ისრაელს. ორივე ფიქრობს ისრაელზე, ორივეს ერთმანეთი გონია მტერი ისრაელის და ჩვენ აქვს ხედვართ ახლა და საუბრობთ იმაზე, რომ აქაბმა, რომელმაც ეკონომიურად გააძლიერა ისრაელი, გახადა ანგარიშგასაწევ ძალად მისმა დინასტიამ, მას ეს ჩვენი საყვარელი წინასწარმეტყველი ეუბნება, რომ შენ ხარ დამაქცეველი ამ ქვეყნისა. ეს როგორ უნდა გაიგოს ახლა მაყურებელმა, რომელიც უსმენს. და ამას ეუბნება წინასწარმეტყველი, რომელსაც უკავშირდება სამწლიანი გვალვა, რომელმაც ეკონომიურად ჩამოაქცია მთელი სახელმწიფო. და ეს აქაბი და ელია ერთმანეთს უწოდებენ ისრაელის დამაქცეველებს. და ჩვენ ამ სცენის წინაშე ვდგევართ და როგორი უცნაურია ვამბობთ, რომ ელია არის მართალი. და ის, რომელმაც ააყვავა და ააშენა ქვეყანა, ის არ არის მართალი. ანალოგიური შემთხვევა ჰქონდა სოლომონის დროსაც. სოლომონმაც იზრუნა ქვეყანაზე, აკეთა ყველაფერი, იმისათვის რომ გაეძლიერებინა და აღმოჩნდა, რომ ისეთი რამ შემოურია სულიერი თვალსაზრისით, რამაც აი ამ სურათამდე მიგვიყვანა, რომ ისრაელი და იუდა სხვადასხვა მეზობელს უხმობენ ერთმანეთის წინააღმდეგ საომრად. დავითის დროს ეს წარმოუდგენელი იყო, ეს ერთიანი სახელმწიფო იყო. ხო, აი ესეთი პარადოქსების წინაშე ვდგევართ ჩვენ. და ამ დროს არ არის ეს პარადოქსი მომენტია. ამ დროს ეს არის სიღრმისეულად მნიშვნელოვანი რამ, ვინაიდან ჩვენ მაგიტომაც არის პარადოქსი, რომ ძალიან სიღრმისეულად უნდა ხო, ანუ რისი თქმა მინდოდა მომანდრია მე რას მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ აი დავითის დროზე, ანუ წინასწარმეტყველი ინსტიტუციონალურ ძლიერებას კი არ ეწინააღმდეგება. ეს გამორიცხულია. არავის უმხელია დავითი ქვეყნის აშენებისათვის, არავის უმხელია სოლომონი ქვეყნის აშენებისათვის, არავის უმხელია იოსაფატი ქვეყნის აშენებისათვის, არავის უმხელია ეზეკია მეფე. ესეთი რამე არ ხდება. ოღონდ ისი აშენე, რომ საქმეც ეს აი ეს უნდა თქვა, ნახეთ მომანდრია თქვენს იმაში, ეს ორი ის ამას მივაქციოთ რა ყურადღება. აქაბიც ისრაელზე ფიქრობს და ელიაც ისრაელზე ფიქრობს. განსხვავება რა არის? აქაბის ზრუნვა ისრაელზე არის უღმერთო და ელიას ზრუნვა ისრაელზე არის ღვთისმიერი. ახლა ჩვენ ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება. აი, მაყურებელს უთხრათ, რომ ესაც არის ერთგვარი გზა ჯვარედინი, რომელიც გასავლელი აქვს მეფეს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი, მოდი რეზიუმირება მოვახდინოთ ჩვენი საუბრის ძალიან მნიშვნელოვანი რამით. ერთი წუთით დავანებოთ ახლა აქაბს და ელიმ, იმიტომ რასაც მე ვიტყვი, ახლა რასაც მე შემოგთავაზებთ, ეს აქაბსაც ეხება, ელიასაც ეხება, იმასაც ეხება, დავითსაც ეხება და ყველას მე და თქვენს გვეხება და ყველას ეხება აბსოლუტურად. მე მინდა დაუკავშირდე ძალიან დიდ წმინდანებს, ნეტარაი ავგუსტინე წმინდა ეფრემოს, კორიფეებს, ძალიან დიდებს. და გავიხსენოთ ისტორია ადამის დაცემისა. ხა ადამის დაცემის ისტორიას როცა ვეხებით, ჩვენ ლოგიკაში ვაქცევთ მაინც ამას, რომ ადამი მოტყუდა, ანუ მასალა არსებობდა, უკვე დაცემული ძალა არსებობს, მასალა არსებობდა, რისგანაც აიგო ის საცდური, რასაც ადამი დაექვემდებარა. ანუ ადამის დაცემა რაღაცა აზრით მშენობას ექვემდებარება, მაგრამ როდესაც ეს მასალა არ არსებობს, ანგელოზი როგორ ეცემა? ადამიანის დაცემა გასაგებია, მასალა არსებობდა და მოარგო ეს მასალა გველმა. მაგრამ ასეთი მასალა არ არსებობს, ანგელოზი რანაირად ეცემა, ბოროტებას აიდან ჩდება, ანუ რა არის ის, რაც ანუ როდესაც ანგელოზი ეცემა, მას ხომ დაცემის მასალა არ აქვს. ხო? მატერიალური. არამსო მატერიალური, არამედ ზოგადად საერთოდ არ არსებობს ასეთი მასალა. აზრობრივი, მოქმედებითი, საერთოდ არ არსებობს ასეთი მასალა. და აი აქ ჩვენ ძალიან საინტერესო რამეს ვამბობთ, რომ აი მოქმედებაში, აი ნეტარი ავგუსტინე ამას ხას უსვამს, იმ მოქმედებაში, რომელ მოქმედებასაც ლუციფერი განახორციელებს, იდუ არა ბოროტება. არამედ არ შეეძლო ბოროტების გაკეთება, წარმოუდგენელი არ არსებობს ასეთი რამე. ლუციფერიც აკეთებს სიკეთეს.
ოღონდაც ეს არის უღმერთო სიკეთე. აი ეს არის ბოროტება. აი ეს არის დამღუპე, როდესაც შენ რაღაცა კარგის გაკეთება გინდა, მაგრამ უღმერთო დაკეთება ამ კარგს. განა შენ გულწრფელი, განა აქაბი გულწრფელი არ არის. განა ომრი გულწრფელი არ არის. მათმა პოლიტიკამ, მათმა რეფორმებამ, მათმა იმან მართლა ბევრი რამე მოუტანა ისრაელს. მაგრამ ეს უღმერთო სიკარგე იყო. და გამოაცვალა ეს სულიერი ბურჯი. საქმეც ესა და უღმერთო სიკარგე თავის თავში რას გულისხმობს? უღმერთო მშენებლობა რას გულისხმობს? უღმერთო განაზრახი რას გულისხმობს? გაგვახსენდება მაცხოვრის სიტყვები, ორი აშენებს სახლს, ერთმა საფუძველი ქვიშაზე დადო, მეორემ კლდეზე დადო. და ქვიშა რომელმავე რა აშენა სახლი? სახლი ორივემ ააშენა, მაგრამ ერთი დაინგრა, მეორე დარჩა. უღმერთობაში დევს აი ეს რომ მოჩვენებითი რამ, ილუზორული რამ, რომ ეს კარგია და თითქოს და ეს სიკარგე შენ აღარ გაძლევს საშუალებას დაინახო რომ ამ სიკარგის უკან ძალიან დიდი საშინელებაა. გარტყუებ შენ ეს სიკარგე. ნამდვილი სიკარგი არის ხვანაირი. ნამდვილი სიკარგი არის ღვთისმიერი. ნამდვილი სიკარგისათვის სხვა შრომა, სხვა ცხოვრების წესი, სხვა აზროვნებაა საჭირო. აი, ჩვენ საერთოდ გვაქვს ხოლმე, ხო, აი, ვიღაცა შემოდის პოლემიკაში. ჩვენ იმას ისე კი არ უნდა შევიდეთ, კენა ველაპარაკოთ, რომ იმას ცუდი უნდა რაღაც. არა, ის ფიქრობს, რომ ეს არის კარგი უბრალოდ. ის გულწრფელად ფიქრობს, ამას ის ცუდი ადამიანი კი არ არის, ის კარგი ადამიანია. ძალიან კარგი პიროვნებაა, საოცრებაა მართლა, რომ გულწრფელად ფიქრობს, რომ რასაც ამტკიცებს ეს კარგია. მაგრამ ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ ამ სიკარგეში ღმერთი არის თუ არ არის. თუ ღმერთი არ არის, ეს სიკარგე ძალიან მოკლევადიანია და მის მიღმა ძალიან მძიმე შედეგებია. ამიტომ, როდესაც ელია და აქაბი ერთმანეთს უპირისპირდება, ეს არის ორი სახე, ორი სიკარგის სახე. ერთ სიკარგეში ღმერთია, მეორე სიკარგეში ღმერთი არ არის. ამიტომ მივდივართ. ნამდვილი და იმიტაცია. საქმეც ეს არის. აი ამაშია საქმე. თუმცა აი ჩვენ მერე ვისაუბრეთ, თავის დროზე ვსაუბრობთ ამაზე, გრიგოლ ნოსელის ტერმინი ილუზია. დაცემული ძალის ის არის, რა ქვია, მთავარი მიზანი არის ადამიანი მოაქციოს ილუზიაში, გაუჩინოს ილუზორული სიკარგის, გაუჩინოს ილუზორული წარმატების, გაუჩინოს ილუზორული რაღაცა მშვენიერების განცდა და ამ ილუზიაში ამყოფოს. მაცხოვარი რაც გვეუბნება, სამ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტება მანგან განთავისუფლო თქვენ. რისგან უნდა გაგვანთავისუფლოთ ჩვენ ჭეშმარიტებამ? ქრისტეს არ მოუტანია არც სოციალური, არც პოლიტიკური მოძღვრება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქრისტიანობაში სოციალური იმას ხედავენ, რა ქვია, გამოსავალს ხედავენ და პოლიტიკურ გამოსავალს ხედავენ. აბსოლუტური ისა, რა ქვია, სიუცხოვე ქრისტიანობისათვის, ხო? აბსოლუტური. საქმე რაშია? საქმე იმაში, რომ ჭეშმარიტება მან თავისუფლებს ილუზიისაგან. არა სოციალური უთანასწორობისაგან, არა პოლიტიკური ჩაგვრისაგან, არამედ მან თავისუფლებს ილუზიისაგან. და როდესაც ჩვენ ვიღებთ, მამამდე მიაქცეთ ამას ყურადღება, როდესაც ჩვენ ვიღებთ ილუზიისაგან განთავისუფლებულ პიროვნებათა ერთობას, ყალიბდება საზოგადოება. ყალიბდება ძლიერი, მდგრადი საზოგადოება და ეს საზოგადოება უკვე იწყებს იმ ქვეყნის შენებას, რომელი ქვეყნის შენების წინააღმდეგი არც ერთი წინასწარმეტყველი არ ყოფილა ბიბლიაში. არც დავითის დროს, არც სოლომონის დროს, არც ეზეკიას დროს, არც იოსაფატის დროს, არც ასას დროს და არც სხვა მეფეებისა თუ მსაჯულების პერიოდში. ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება, ცოტა დაგვჭათ დრო და რეზიუმის სახით შეგვიძლია. როგორ მოხდა ელისეს მოწოდება? ელია მონახავს ელისეს, ცხადია ღმერთმა მისცა ეს მითითებები, რაც დაწერილში ასე სუსტად აწერია და ელისე უღლეუს მიუძღვისინ, შვიდი უქალი ხარია მიუძღვისინ და ფიქრობენ რომ ელისე შეძლებული ოჯახის შვილი იყო და ძალიან საინტერესო მომენტი ელია მოსასხავს თავის იმას მოიხსნის და გადაუგდებს. აი ესე მიესალმა. გადაუგდებს და ცალკე დადგება აქეთ. და ელისე გახედავს და მიხვდება რომ უხმობს თავისთან. და ახლა ელისესათვის რაღაც წარმოიდგინეთ ელიას ტოლი, მოსეს ტოლი პიროვნება ვოლდის და გეუბნება რომ წამოჩნდა. აი რამხელა სიახლეა, ხო, ცხოვრება გადატრიალება რაღაცა, ხო? და ელისე თხოვს ელიას წავალო და ჩემებს დამემშვიდობებიო, ვაკოცებო წება. და ელიას ავსაპასუხს ეუბნება, წადიო, მაგამიკეთებია შენთვის. ატოუგდება მასალა. მაცხოვარს ოცე ეტყვიან, წავალო და იმას დავემშვიდობებიო, 10 საათი უკეთებს თავის უკრების დაფლა.
შენ მე გამომყევი, მაგრამ ელი ამას არ ეუბნება, რატო? ელისემ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ის ელიას მსახურებისთვის კი არ მიდის. ის ღვთისმსახურებისთვის მიდის. ხო, ეს რა გამიკეთებია შენთვის? რა გამიკეთებია შენთვის ამას ნიშნავს, რომ შენ ჩემთან კი არ მომყავ ხარ. ჩემთან კი არ მომყავ, ხო? შენ მსახურებისათვის გამორჩეული ხარ. შენ უბრალოდ ჩემთან უნდა იყო ახლა, რომ გაიარო ჩემთან ერთად ის გზა, რომელიც მე მარტო უნდა იმასაკ, რომელზეც მარტო უნდა იარო. შენ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები წმინდა წერილში, რომ ჩვენ უნდა ეს კარგად გვახსოვდეს მისი უწმინდესობა მას სულ გვეუბნება. და ყველა მოძღვარს უნდა ახსოვდეს. მრევლი შენთან კი არ მოდის. მრევლი მიდის ღმერთთან. შენი არ არის ეს მრევლი. თვითონ მოციქულებსაც არ უკადრიათ ეს. ვინ იტყვის მე პეტრესი ვარ, პავლესი ვარ, შილასი ვარ, ვისი ხარ? ერთადერთის უნდა იყო. მასთან უნდა მიყავდეს და არა შენთან მოყავდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და რა გამიკეთებიაო შენთვის და ამიტომაც განსხვავებით მაცხოვრის მოწოდებისგან განსხვავებით ელისას აქვს საშუალება დაბრუნდეს და იმას აკეთოს. საკმაოდ დიდ ტრაპეზს გადაეხტის ელისე და ეს ტრაპეზი არის სიმბოლო იმისა, რომ ელისემ დაემშვიდობა თავის წინა ცხოვრებას და ის დატოვა ეს სოფელი და ის შეუდგა იმ სამოღვაწეო კვალს, რომელიც მიდის ძალიან ვიწროდ, ძალიან მძიმედ, მაგრამ მიდის იქ, სადაც უფალი დაუსრულებელ სიხარულს უმზადებს თავის შეულებს. დიდი მადლობა გიორგი, დღევანდელი გადაცემა ჩვენი ამოიწურა. მოვალ გადაცემაში გავაგრძელებთ ხრობას ისევ ელისეს პერიოდზე, ეპოქაზე. მაყურებელს უხდი მადლობას ყურადღებისათვის. შევახსენებ, რომ შესაბამისი საკითხავი შეგიძლიათ წაიკითხოთ მესამე მეფეთა მე-19, მე-20 თავებში. ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე კარგად წამდებოდეთ. კარგად წამდებოდეთ.